გამარჯობა, მე ვარ დიდი პატარა პოდკასტის პატარა წამყვანი კესო გველესიანი და დღეს ჩემი პირველი დიდი სტუმარი იქნება გიორგი მახარაძე. გამარჯობა გიორგი. გამარჯობა. მადლობა, რომ თან პირველი სტუმარი რო ვარ, ძალიან ბევრს ნიშნავს ეგ ჩემთვის. მე შენი ვიდეო ვნახე, ის ბავშვების ფლებებზე რო ლაპარაკობდი და ძალიან მომეწონა და მაგაზე სანამ გადავალთ, ეგ ბოლოსკენ იყოს რა, კაი, ბოლოსკენ იყოს. ვიცი რომ ორი შვილი ყავს, ერთი 5 წლის და ერთი დიდი. ერთი 15 წლის. 16 ხდება. ეს იქს ხდება. სხვათა შორის შენ სადაც სწავლობ, მანდატის ორივე. ერთი ბაღში, ერთი სკოლაში. ის ბაღში ივლი დამართლა, იმიტომ რომ მაგან 5 წამი. და რა გაინტერესებს? შენი ვიდეოები ვნახე, ის კიდე რაღაც ნაწნავებს რო უწნიდი იმას აქვია პატარას. აი ვნახე, ეგ აჭკარებული რა გქონდა და მე რაღაცა. სადვალე. ხო. ბაზალეთზე ვიყავით და ეგ თმებს უკეთებდი. ვიცი დაწუნა კარგად. მოდი შენ ბავშვობაზე გადავიდეთ. ჩემ ბავშვობაზე? კაი. სკოლაში ცელქობდი? აუ ძალიან. რამდენჯერ გამოგაგდეს ეგ ვიცი. მე ვიცი რომ 9ჯერ გამოგაგდეს სკოლიდან. დაახლოებით, ხო. ოღონდ პატარა კლასებში არ მაგდებდნენ. მე დაიწყო ჩემი გაგდებები სადღაც მერვე კლასიდან. მაგრამ პირველშიც ერთხელ მაგდებდნენ. მერვე კლას მერვედან დაიწყო გაგდებები და მერვედან რო გამაგდეს ერთი 7 სკოლა შემოვიარე. სახშიც გიყვარდა თუ არა ცელქობა? ყველგან ცელქობდი რა, ანუ ვერ ვისვენებდი რა, სულ რაღაცის კეთება მინდოდა და ეგ იყო, თორე არავის არაფერს არ უშავებდი, არავის არ უზრდებოდი და მსგავს არაფერს არ ვაკეთებდი. უბრალოდ მოუსვენარი ბავშვი ვიყავი. უზრდელობა არაფერ შუაში არ არის მაგაში. ხო. უბრალოდ ცელქობა არის, ანუ რო ცელქობ, რო ეს ალტოებს რო ჩემი აზრით, ჩვეულებრივი ამბავი არის და ცელქი ბავშვი ძალიან კაი ბავშვი. ყველა ბავშვი კაია. რომელი სუპერგმირი გიყვარდა და ეხა რომელი გიყვარს? რომელი მიყვარდა? სუპერგმირი არ იყო, მაგრამ ეგეთი შენი გამოგონილი ისა რა. გამოგონილი? თუ რამე ისეთი. ვანდამი იცი ვინ არის? აზრზე არ ვარ. მე ვანდამს უყურებდი ხოლმე და ჩხუბობდა მაგრა რა ფილმებში და სულ ჩხუბებია რა ფილმშიც თამაშობს, ყველგან ჩხუბობს რა და ეგ იყო ჩემი ისა რა. ანუ ბოქსი მაგიტო მოგწო. შეიძლება ხო. შეიძლება. მაგრამ მე ჰალკი მომწონდა. ეს სუპერგმირებიდან ჰალკი რა. მეც მყავს ერთი. ჩემი ბებიის შვილი მყავს სულ ჰალკს გაიძახის, მე ჰალკი ვარ, მე ჰალკი ვარ. მე რა ვიცი. ვინ მოგწონს? სუპერგმირებიდან არ ვიცი, მაგრამ ფრენა მინდა რა, აი სუპერგმირებში რაღაცა როა. ხო, ანუ რაღაც უფრო რაც ფრინავს ეგენი მოგწონს. ხო. კაია, ხო. ფრენა მეც მინდოდა ხოლმე, ხო, ეგ მგონი ის არის, ყველას გვინდა ფრენა და. ეგ ყველას უნდა. სკოლაში კარგად სწავლობდი? თუ ანუ რო ცელქობდი, კარგად სწავლობდი, ანუ. მე? ხო. მე ხო, დაბალ კლასებში კარგად სწავლობდი. სადღაც მე-7 კლასამდე ხუთები მყავდა და ცოტა მერვეშიც გადავიდა. მერეც ახლა აი რომ მაგდებდნენ რაღაც საგნები მიყვარდა რა. სხვათა შორის თან ისეთი საგნები მიყვარდა, რაც აი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია ეგეთ რაღაცები. მეც მათემატიკა გისტები. ზოგადად ნიშნები არ მიყვარს მე რა. ეხლა სხვანაირად უყურებ მაგას. ანუ რა ნიშნები? აი სკოლაში ნიშნების წერა 10-იანი, 15-იანი, 100-იანი. ხო, საერთოდ მგონია რომ არ უნდა იყოს ნიშნები. ხო, ჩვენთან არ არის. არ არის? არა, ჩვენთან არ არის. ეგ არ ვიცოდი. ნიშნებს არ გიწერენ? რა კაია. მაგრამ შენ რომელ კლასში ხარ? მეორეში. დაახლოებით შეიძლება დაბალ კლასებში არ არის და მერე არის, არ ვიცი. მაგრამ ნიშნები არ უნდა იყოს ჩემი აზრით რა.
და მაგითი არ უნდა ფასდებოდეს კიდე ბავშვი კარგია თუ ცუდია როგორ სწავლობს მაგის მიხედვით. ხო, ნუ ბავშვი ყველა კარგია რა. კი ბატონო. რო გაბრაზებენ, ეგ სხვა არის რა, უბრალოდ გაბრაზებენ. იქნებ რაღაცა თვითონ არაფერი არ დაუშავებია რა. კი ბატონო, ან რომც კარგად. ან შემთხვევით მოვიდა. ხო. იმას კი არ ნიშნავს ცუდი ბავშვი რო არის. კი ბატონო, ხო და ეგრე კი არ ფიქრობს ბევრი. ზოგი ფიქრობს, რომ აი ეგრე თუ იქცევა ცუდი ბავშვია. მე ცუდი ბავშვი ვიყავი ყველასთვის. კაი, სკოლაში რა საგნები გქონდათ? ყველაფერი რა ვიცი, ყველაფერი. მათემატიკა, ქართული, ბუნება? ისტორია, გეოგრაფია, ინგლისური, რუსული. ქართული ლიტერატურა, გრამატიკა. რაღაცა გამოგჭამული. ისტი გახანგრძლივებული და გახანგრძლივებული იყო ჩემ დროსაც, ხო, რჩებოდი თუ გინდა და მეცადინეობდი ცოტა ხანი. მაგას ეგ არის, ხო, გახანგრძლივებული, ხო? ხო, ანუ რაღაცები თუ ვერ მოასწარი. გაკვეთილების მერე ხო რჩები და 45 წუთი გვა გაკვეთილა. ხო, მეც 45 წუთი მქონდა. დასვენება? დასვენება 1-2 წუთი. 2 წუთი? 2 წუთი რა დასვენება? მაგრამ ნუ რა მე 5 წყალს ვერ ცვავსებ, ანუ გავდივარ და უკვე 1, 2 და 3. მე 5 წუთი მქონდა და მესამე გაკვეთილის მერე 10 წუთი. 10 წუთი ითვლებოდა დიდ დასვენებად. და მაგათ წუთში ჭამდით ხოლმე ბუფეტში ჩავდიოდ. გეკითხებიან რა გაინტერესებს, როგორ გრძნობ თავს და ასე შემდეგ? აი ხო არის რომ ერთ გაკვეთილზე შეიძლება მიხვიდე და აი არ გქცევ. ხო ანუ არ ხარ რა, კარგად ანუ არ ისე არ ხარ. ანუ იმ ხელაკებებია, ვეც კი ავდივარ და მე ყოველ დღე დავდივარ მეც მაგიბებს. სუმუცელი მტკივდება რო ავდივარ კიბებზე. ხო. ავდივარ. ეგ ვარჯიშივით გამოდის. ხო, ეგ ვარჯიშია. ამასობაში მე როცა სკოლაში ვაგვიანებ, როცა ზევით ავდივარ. ხო. გავრბივარ მთელი სიჩქარით. მერე კიდე ანუ უკვე მასწავლებელი მეუნება ბუდიშის მოხდა აღარ გინდაო სულ აგვიანებოდა რაღაცა აქო. შეაჩვიე, ხო? ხო, შევაჩვიე. აი მე გავიგე რომ შენ ჩუმად ემზადებოდი მსახიობის. ხო, რამდენი რაღაცა გწოდნია შენ ჩემზე. ხო და ეგ რატო? ანუ რატო ემზადებოდი ჩუმად? რატო და ჩემ მშობლებს არ უნდათ რომ მსახიობი გამხდარიყავი. ხო და აი რა უნდათ, და უნდათ რომ რაღაც აი ბანკში მემუშავან. ხო, რაღაცა ეგეთი უნდათ რა. ან ადვოკატი ვყოფილიყავი ან რაღაცა ეგეთი მომავალს ხედავდნენ ჩემში და მაგიტო მე და ბებია ჩემმა დავიწყეთ ჩუმად მომზადე. ბებია ჩემი მეხმარებოდა მაგაში. ბებია ჩემს უნდოდა რომ მსახიობი გამხდარიყავი. ძალიან კარგია რომ მსახიობი გამოხვედი, რა ჩვენ გინდოდა ძალიან კაი არის რა. კი. შენც ეგრე ქენი. რა კაი რაღაცა გამახსენდა. აი ცუდი როლი რო შეგხვდება და ის რა ქვია, სინამდვილეში კარგი ადამიანი რო ხარ და იმაში ცუდად რო იმაშვები და. ხო, ეგ ხო ის არის, იქ ხო შენ არ ხარ იქ ვიღაცას ანსახიერებ რა. ხო, უბრალოდ ის არის რა ფილმი. ხო. ფილმი ან ის სპექტაკლი ან რაღაც. კი ბატონო, ხო, მაგრამ ზოგს გონია ხო იცი რომ თამაშობ ეგეთი გონი ხარ. ხო, ანუ ცუდ როლს რო თამაშობი, ანუ ზოგს გონია, ის არის თვითონ ცუდია. ხო, მართალი ხარ. ხო და ის კარგ როლს თამაშობს, იქნებ ის ცუდი ადამიანია, ანუ. კი ბატონო, რა კარგია. ის კარგი ადამიანი. ხო. გონია და იმას ხო ეწყინება, აი მოусმინეთ ბავშვს რა ეფსიძახის. აი კეთილი ადამიანი რო არის და მე იმას ხო ეწყინება, ანუ რო არავინ არ. ხო, მაგრამ შენ ეხლა როცა მსახიობი ხარ, შენ ხო იცი რომ ისეთი არ ხარ მაგალითად აი რაღაც ბოროტს თუ თამაშობ და ეხლა ვიღაცას თუ ეგონება რომ ბოროტი ხარ მაგას შენ მაინც ეგონოს ეხლა რა უკვე თავარია შენ იცი ხო რა ზოგს ისე ეგონება ზოგს ესე ეგონება ეგ სულ ეგრე იქნება რომ ვიღაცას ისეთი ეგონები ვიღაცას ესეთი ეგონები ვიღაცას ის აზრი ექნება ვიღაცას ეს აზრი ექნება მაგრამ თავარია რომ შენ ხო იცი როგორც არის რა და ეხა იმათ მაიფიქრონ ეგრე რა ვქნათ შენ რა გინდა ეს რამე ის გააქვს
პროფესია მე მინდა ან კალათბურთელი ან მოცეკვავე არ ვიცი რა მე რომელი მინდა არ ვიცი მაგრამ მსახიობობაც რაღაცა ეგრე არ ჩაიგდო თავში რომ აი ეს მინდა და მორჩა რა ეგრე ეცადე რომ ეგრე არისო ხო ჯერ გავიზარდო ხო მაგასაც ნუ მიაქცევდით ყურადღებას გავიზრდები და ან არის ეხლა რაც სიამოვნებს ეგაკეთე ეხლა მაგალითად 4 რაღაცა მინდა რომ გამოვიდა და რომ გავიზრდები საერთოდ აღარ მინდოდეს რა ხო რაღაცა რომ გამოვიდა კი ბატონო ხო და მაგიტო გეუნები რაღაცაზე ძალიან ნუ გექნება თავში რომ აი ქიმი უნდა გამოვიდა აი არა აუცილებლად ეს უნდა ვიყო არა ხო ეგრე არ გქონდეს ხო ეგრე არის მოსარშვები ანუ ერთი კალათბურთია ერთი ცეკვა და ეხლა კალათბურთის თამაში მოგწონს სიამოვნებს პირველ კლასში რომ თამაშობდით კალათბურთს მე კალათბურთელი ვიყავი დიდები მე გვეთამაშებოდნენ პატარებს და ჩვენ პატარებმა 1-15-16 წლის აუ გეთამაშებოდნენ პირველ კლასში და ის რა ქვია ჩვენ მოუგეთ ამ თქვენ მოუგეთ ჩვენ მოუგეთ რაღაცნაირად თქვენ უფრო სწრაფები იქნებოდით ხა ხო აბა ესენი კიდე ესე დარბიან ზუნზულებენ თუ რაღაცა იქნიან აუ რამდენი წლის ხარ 36-ის ხდები ახლა ერთ თვეში აუ ის 16-ის ხდება ის 6-ის ხდება შენ 36-ის ხდება ხო აი ნიკაზე ცოტა ავსდით ხო მე და ელენე ეგრე ვართ მე 36-ის ელენე 16-ის დიდი შვილი და ნიკა ეხლა გახდა 5-ის ჯერ არ ხდება ერთ წელში ხდება 6-ის კარგი აი ეხა პირველი შვილი რო გაგიჩნდა ის როგორი მამა იყავი პირველი შვილი რო გამიჩნდა ძალიან პატარა ვიყავი 19 წლის 19 წლის ვიყავი 20-ის გავხდი და გამიჩნდა ელენეც და მაშინ ვერ აღვიქვავდი რა კარგად მამა რო ვიყავი იმიტომ რომ ძალიან უსებ უფრო მერე დიდობაში რა ხო რა მერე აი 30-ის მერე შემეცვალა რაღაცეებზე შეხედულება და მერე უფრო გავიაზრე მამობა რა არის აი და ეხა მეორე შვილი რო გაგიჩნდა იმასთან უფრო სხვანაირი მამა იქნებოდა იმიტომ რომ ის უფრო პატარაა და სწავლა სჭირდება რაღაცა და ისა და იმასთან უფრო სხვანაირი მამა ხარ თუ ეხა იმასთან უფრო სხვანაირი მამა ეხლა ორივესთან ერთნაირი მამა ვარ ხო უბრალოდ იმაზე დაემთხვა პატარაზე რომ უკვე მაგ დროს რაღაცები სხვანაირად იყო ჩემთვის და პატარაობიდან უკვე სხვანაირად ვარ რა და ელენესთან ელენე რავი რამდენის იყო 10 წლის იყო ნიკა რო გაჩნდა ელენეც პატარა იყო ელენე ეხა გახდა უცებ დიდი გოგო თორე 10-ის იქნებოდა იმიტომ რომ ის 6-ის ხდება მალე გახდება ნიკა ხო ეხა მესამე შვილი რო გაგიჩნდეს მაგასთან კიდე უფრო სხვანაირი მამა იქნები არა მგონია ეხლა კიდე ერთნაირი ანუ არა ეხა არა მგონია არ ვიცი შეიძლება რაღაცა შემეცვალა ხა წინასწარ ვერ ვიტყვი რა როგორ იქნება მაგრამ ამ გადმოსახედიდან მგონია რომ იგივენაირი ვიქნები ყველა წინასწარმეტყველი არა ვართ ხო რა ეხა არ ვიცით ეგრე მომავალში რა მოხდება ხო არ ვიცით ხო აბა ვარაუდი შეგვიძლია რა მოხდება ხო შეიძლება აი ჩემი აზრით ესე იქნება ან შენი აზრით ესე იქნება მაგრამ მართლა რა იქნება ეგ არ ვიცით კარგი შენ გახსოვს 5 წლის რო იყავი არა აი ყველაზე პატარა რა პატარაობაში რა გახსოვს ძალიან პატარა რო იყავი აი რა 3 წლის რო იყავი გახსოვს მე 2 წლის რო ვიყავი რაღაცა 5 წლის ეხლა არ იყავი რამდენის ხარ 8-ის ხარ ხო და 5 წლის რო ვარ ეგ მახსოვს 2 წლის თუ 3 წლის 4-ის დაახლოებით 3-ის ვარ თუ 4-ის აღარ ვიცი ეგ არ მახსოვს აი ლექსებს ვამბობდი რაღაცა ის მქონდა რა ვარდისფერი ჩამოკიდებული გქონდა რაღაცა და იქ ძრებოდით მე და დედა ჩემი და ლექსებს ვამბობდი ანუ გახსოვს რა პატარა რო იყავი ხო ეგ დრო მე 3 წლის რო ვიყავი მაგ დროინდელი რაღაცები მახსოვს წარმოიდგინე ცოტა 16 წლის ხარ და
3 წლის რო ვიყავი, მახსოვს 4 წელი. ბაღში რო დავდიოდი, ძალიან კარგად მახსოვს, ბაღში რა ხდება. ნუ ეხა ეს ყველა დღე კი არ მახსოვს, მაგრამ რაღაც მომენტები მახსოვს რა. იცის სხვათა შორის მე ვფიქრობდი რაღაც ესეთი პოდკასტივით რაღაც ის დაწყებას და მინდოდა რომ აი დაახლოებით შენ ხელა ადამიანი მომეყვანა სტუმრად და რაღაცები მეკითხა რა. იმიტომ რომ შენ ახლა ბევრი რაღაცისგან ხარ თავისუფალი ჩემგან განსხვავებით, დიდებისგან განსხვავებით. და უფრო საინტერესო არის შენი ხედვა და შენი პასუხები რა. მერე თუ გინდა ეგრეც ვქნათ. ეხლა ხო შენთან ვარ სტუმრად. მერე თუ რა მოვაბითავი შენ მოდი ჩემთან. რამდენ ვიდეოში გნახე პოდკასტში, უბრალოდ რაღაცა ნივთები ელაგა იქ და მე ესეთ რაღაცას შევქმნიდიო, და უყურე რაღაცებს მე რა სადაც. დაახლოებით 2 უყურე თუ. ხო. და რა დაგამახსოვრდა? ბავშვებიდან მიყვარს ბოქსი, მოწონს რა. მე კიდე მამობა შეგხვდა, მამობაზე რო ლაპარაკობდით. და მე მაგის მერე აღარ მახსოვს რეებზე ლაპარაკობდით, მაგრამ რა ვიცი რა ორი მომენტი რაღაცა დამამახსოვრდა ერთი. ოპა, რა კარგი რაღაცა გამახსენდა. მადლობა. მინი. რამდენჯერ მოიტყუე? რამდენჯერ მოიტყუე? პატარაობაში ბევრჯერ მოიტყუე თუ? კი. ზოგი ამბობს ტყუილის მოკლე ფეხები აქვსო და ერთი ცხვირი ეზდება? ხო, მაგრამ ეს ცხვირის გაზრდა? არა, არ არის. არა, ცეთი არ არის ეგ სიმართლე, მაგრამ კი ბავშვობაში ვიტყუებოდი ხო. იმიტომ ვიტყუებოდი რომ აი რაღაცებს რო ვცელქობდი, რაღაც ეგრო დანაშაულად ითვლებოდა. ხო, რა ქვია. მაგიტო ვიტყუებოდი რა, თორე არაფერი არ იყო მოსატყუებელი, ხა რეებსაც ვიტყუებოდი, ეგ შემეძლო მეთქვა, მაგრამ რო არ აღექვათ დანაშაულად ვიტყოდი რა, მაგრამ აი რაღაცა რო ქენი და აი ეს როგორ შეიძლება ესე რო უყურებდნენ მაგას, მაგიტომ იწევდა ტყუილები. და ვისწავლე კარგად ტყუილების თქვა. აი მაგალითად, მე არ ვიყავი, რაღაცა თვითონ ჩამოვარდა. ხო, რაღაცა. ეგეთი მეც ვიყავი, მეც ვიტყუებოდი. გაკვეთილზეც, ნუ მე ხო გაკვეთილებზეც უკვე. ერთხელ დედაჩემი მეჭყობა რაღაცა ის, რა ქვია, რაღაცა ის იდგა და მამად ვიმალებოდი. ჩემი რაღაცა პიჟამო პარტი რაღაცა მოვაწყავე. მე ის რაღაცა შევიცვალე, ჩემი სახე შევიცვალე. კიდე ის რა ქვია, გამოვიცვალე თუ რაღაცა ვქენი და დედა მიდრა კესოს ადარიო და არ ვიციბეთ კიდე დავბრუნდი და არა და მე ვიყავი. აი ეს რა ქვია, დედა ჩემი რომ ეჩხუბა. ეგ არ მინდოდა კიდე რო ეჩხუბა, კიდე რა, ნუ ხანდახან ეგრე გვაქვს ხოლმე რაღაცა ემოციები და თავარია რომ ისა რა ქვია. ერთმანეთს რაღაც ცუდი რაღაცები არ უთხრათ და ეხა გაბრაზება და ის ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ გაბრაზება, არაფერი არ არის ისეთი და გაბრაზდება და მორჩა. კი ბატონო. გაბრაზდება და მერე კიდე ის ზოგს გონია, ზოგი ადამიანი მეუბნება რომ ჩემი დედა მეჭყობებაო და არ მომწონს რომ რაღაცა ჩემი დედაო ძალიან შეიცვალაო და რა ქვია მგონი მეორე ადგილზე ჩემილია დავაყენო და მე სულ პირველ ადგილას ვაყენებ. ყველას ვისაც ვიცნობ, მაგრამ ზოგი ვინც მაბრაზებს ხო ბრაზდები ხოლმე შენც ხო ჩვენ ხო აბა მე ბრაზდები რა ყველა ბრაზდებით ხოლმე ხო და მაგას გეუბნები რომ მაგ დროს გაუბრაზდეთ შეიძლება მაგრამ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ და ეგ არის რა გაბრაზება გადაივლის ჩვენ ბავშვებს რო გვეუბნებიან რა ტყუილი არ შეიძლება და შანსი არ უნდა მოიტყუ არას დროს აი დიდები ძალიან ხშირად იტყუებიან და თვითონ იტყუებიან ხო ეხა თუ უნდა მოიტყუო და სხვა გზა არ გაქვს ხო რა ხო ჯობია რომ არ მოიტყუო ეხა სასამართლოში თუ იქნები და ჯიმკერის ავით სიმართლეს იტყუ შეიძლება ხო
გამომიშვით. ხო, ანუ ჯობია ზოგადად რა თქმა უნდა, რომ არ მოიტყუო, მაგრამ ხანდახან არ შეგვიძლია, ვერევით ხოლმე ჩვენ თავს და ვიტყუებით ხო სამწუხაროდ. ხო, ანუ ხო, ტყუილი, რა ვიცი რა. მე მგონია, რომ პატარები უფრო გულწრფელები არიან, ვიდრე დიდები და შესაბამისად ტყუილებშიც დიდები უფრო მგონია იტყუებიან, ვიდრე პატარები. ხო. აი მე გავიგე რომ აი ის ტყუილი გამოჩნდება აუცილებლად. ანუ ვერ მოიტყუები რა რაღაცა ეგეთი. ხო, შენ თვითონაც შეგაწუხოს შეიძლება რომ მოიტყუები. შეიძლება ურატყო თქვი ტყუილი და ეგეთი იყო. ხო, მაგ დროს მე ჯობია რომ თქვა სიმართლე და დაისვენებ შენ თვითონ მოგიშვი. დაისვენებ და აღარ ინერვიულებ რა. და აუმეშინი აღარ გამომიჭიროს რა და ისა. ესა არ ჯობია სიმართლე ყველა შემთხვევაში. ან ჩხუბია რა. თუ გეჩხუბება არაფერია რა. ხო შეგირიგდება ადამიანი აბა ისე. შეიძლება ზოგი არ შეგირიგდეს. და დარჩა ისე, რა ქვია. სვიზავთ ახლა ხო, ეგრეც ხდება ხო. ეგეც იმასავით არის, რომ გითხარი, ზოგმა შეიძლება ისე იფიქროს, ზოგმა შეიძლება ისე იფიქროს, ხო? ეგეც ახლა თუ არ გირიგდება, რა სიზავ. ძალიან ბევრი შენი ვიდეო ნახე, ანუ შენ ბავშვების უფლებებზე რო ლაპარაკობდი, ეგეც ნახე და მაგის მე კიდე ანუ ეს რა უსწრაფო. შენ რას ფიქრობ მე მაგაზე? რომელზე? აი რომ ბავშვს სანამ მივარდებიან და კოცნას და თავზე ხელისმას დაუწყებენ, ჯერ უნდა უთხრა, იქნება არ სიამოვნებს ბავშვს. ხო, ეგრე ფიქრობ? ხო. შენ გქონია ეგეთი რამე, რომ აი უცხო ესე მოსულა და მე შენ რა შეყვარელი ხარ? გაუჩეჩი ხარ? მე მსიამოვნებდა ხოლმე, იმიტომ რომ ის რა ქვია, ყველას მე მეგონა რომ ძალიან საყვარელი ვიყავი მათთვის და გეგონა არა ხარ საყვარელი. იმიტომ რომ ყველა მაგას მეუნება და ვიქნები, აბა რა. რო არ გითხრან ისედაც ეგრეა. აი იქით რო იდოს კარტები უკვე თავაში მინდა იმისი. რისი? იმიტომ რომ რაღაცა მინდა რომ. ხო. აიღე მე. დავიწყოთ ამის თამაში. ეგ რამე უნდა ვითამაშოთ? ხო, რაღაცა თამაშია და ეგ არ ვიცოდი. აი ჯერ აგიხსნე. მიდი. და ანუ ამოტრიალებული იქნება ის რა, ესე ჭყვალებით იქნება დაალაგებული. ხო. დავიღებთ ჩვენ სიტყვებს. სიტყვა აწერია რამე? ხო, კითხვა წერია. ხო. და ის რატო. და მე იმ კითხვას უპასუხოთ უნდა? ხო, მე უნდა უპასუხოთ და მე უნდა გავცვალოთ ერთმანეთში. მიდი კაი. და მე იმასაც უნდა უპასუხოთ რა. მიდი კაი, აბა. მე არ ვიცოდი, მე მეგონა ეგ უბრალოდ ჭყიალები. აი ეხა აქედან უნდა ამოიღო 1-2. ერთნაირები უნდა ავიღოთ. აი ეხა მეც ესეთი უნდა ავიღო. ისინი დავდოთ ჯერ არ გჭირდება, არ გამოაცხადებია. კაი, და ეხა ამას რამე აწერია? ხო, წერია იქ შიგნით. რას უნდა აკეთებდეს მამა, როცა შვილი მოწყენილია? ჩემთან პირიქით წერია, ხო, რას უნდა აკეთებდეს შვილი, როცა მამა მოწყენილია. კაი, შენ რას ფიქრობ? ანუ გამხიარულოს რა. ანუ უნდა უთხრას, რომ ძალიან უყვარს ან რა ვიცი რაღაცა. ჩემი საყვარელი მომენტია, ან სნეიკებს რო იყიდი და ანუ რომ ერთმე მშვენიერად კიდე ანუ კიდე გასეირნებად შეიძლება გამხიარულოს. ანუ შეიძლება სიმღერები ჩავთო და ვიცეკოთ რაღაცა იქ. ანუ უნდა ეცადოს მამა, რომ კარხასიაძე მოიყვანოს? ხო. და მე ისა შვილმა რა უნდა ქნას, როცა მამა მოწყენილია? ხო. ხო, ნუ ალბათ რავი, ჯერ უნდა კითხოთ, ხო, რომ რაღაცა რამეს და ხო არ შეგიძლია შენ მაგალითად, რომ და იმას ქნა რა ქვია, კარხასიაძე და აყენო. შეიძლება ისეთ ხასიათზე იყოს, რომ მოწონდეს ეგრე ყოფნა მოწყენილი და ჯდომა თავისთვის და მარტო უნდოდეს. ზოგი რაღაცა ცოტა თუ გადაჭყნილი იყო ან ეგეთი, ანუ შემეშალა რაღაცა. იქა? ზოგჯერ. აი, აქ ანუ შევთანხმდით ორივე, რომ მამაც და შვილმაც რაღაცნაირად უნდა ეცადოს, რომ მაგრამ შეიძლება ფული კონდეს ან
არა, შვილმა შეიძლება უბრალოდ ჩაეხუტოს და მაგითი კარგი ხასიათზე და. მაგარი იდეა მომაფიქრა. ატრაქციონებზე წაიყვანს მამა შვილს. მამა ატრაქციონებზე რო წაიყვანს. ხო, ეგეც შეიძლება. ხო, და მოკლედ რა ვიცი, ისეთი რაღაცეები, რომ ყურადღება გადაიტანოს კარგზე. კაი, ვეკითხოს. აი გავეცით ხო, პასუხი. ხო, ამებზე ვილაპარაკეთ, კი, ორივეზე ვილაპარაკეთ. ეხლა ახალი ავიღოთ თუ გინდა. აი. აი, რა გაქვს მან? როგორი უნდა იყოს კარგი მამა? როგორი უნდა იყოს კარგი შვილი? როგორიც არ უნდა იყოს, მაინც კარგი იქნება. ხო, ველოდი მაგას რო ეტყვი, მაგას რო იტყვი. ხო, იმიტომ რომ ეგრეა. არ არის ეგრე, აი ხა რა. როგორი უნდა იყოს კარგი შვილის, აი როგორი უნდა იყოს, რომ ცუდი შვილი იყოს. ხო, ცუდი შვილი როგორ უნდა იყოს? ხო, და შესაბამისად არაფერი არ ჭირდება იმას, რომ კარგი შვილი იყოს, ისედაც ეგრეა. აი როგორი უნდა იყოს? მამაზე შეიძლება უკვე. მამაზე შეიძლება ცოტა მკაცრი იყოს და ისა კიდე. მამაზე შეიძლება, ხო, რაღაც იმეების თქმა. მკაცრი ხო იქნება. მაგალითად, შენი მამა როგორ იქცეოდა? როგორ გექცეოდა? კარგად მიქცეოდა. რას აკეთებდა? შენთვის რამე სურპრიზებს ანეგეთებს აკეთებდა? ხო, მავარჯიშებდა ხოლმე. ეს ეგრეა. კალათბურთზე დავყავდი ხოლმე. რაღაცებს მეთამაშებოდა ხოლმე. თქვი როგორი უნდა იყოს კარგი მამა? ანუ გვამხიარულებს რა. გასაგებია. ერთხელ კინოში წავედით. და აბასობაში კიდე სტუმრები ყავდა და მამა მოყვიდა ყველა ეგ ბილეთი. ყველა. 8 ვიყავიცო. და ეგ ერთი ბილეთი ღირდა 50 ლარი. ერთი ბილეთი ღირდა 50 ლარი. და რამბავია მეთქი მამას უთხარი რა. რამბავია მეთქი რა თქო და რამდენი კაპიკი უნდა თქო ეხლა მაგას. აი, ესე იგი, კაი მამა უნდა იყოს, რომ გამხიარულებდეს, გასეირნებდეს და ასე შემდეგ, ხო? ეგრე გამოვიდა. კაი ბობეკ. რას უნდა უზიარებდეს მამა შვილს, შენთან პირიქით? ხო. ან ჩემი აზრით, ისეთი ურთიერთობა უნდა გქონდეთ მამას და შვილს, რომ თითქმის ყველაფერზე შეეძლოთ ერთმანეთთან ლაპარაკია რა. ხო, კაია, როცა შეგიძლია ნებისმიერ რამეზე დაილაპარაკო. ზოგჯერ იქნებ ცუდად არის უზიარებდეს შვილი მამას, მოწყენილი ხარ. ხო, ცუდად. ხო, რო ცუდად გრძნობ თავს და ეს უთხრა. კარგად გრძნობ თავს, მხიარულად ხარ, კარგად ხარ. მოწყენილი ხომ არ ხარ და ეგეთი რაღაცა. კი, და მაგაზე კარგი არის ლაპარაკი ორივე შემთხვევაში. მამის შემთხვევაშიც და შვილის შემთხვევაშიც. კაია ეგეთი ურთიერთობა თუ ექნება მამა შვილს, რომ ერთმანეთს თავის რაღაც ნებისმიერ თემას უზიარებდნენ, არა? შენი მამა გიზიარებდა რამე ურთიერთობას? ჩემი მამა ეგრე არ მახსოვს რა, მგონი დიდათ არა. ელენესთან მაქვს ხო ეგეთი ურთიერთობა, რომ ხო რაღაცეებზე ნიკასთან ყველაფერზე ისა მე ლაპარაკება თუ რამე მის გაზიარება უნდა რა. ხო და მეც უყვები არაფერი არა მაქვს ისე ელენესთან ისეთი რომ რამეზე ვერ ველაპარაკო ან რამე თუ მინდა გაუზიარო უზიარებ თავისუფლად რა. ნიკა პატარაა ეხლა რაღაცები რომ მოუყვე, მაგრამ მაგასაც უყვები ხოლმე რაღაცებს. აი მაგას ახლა ზღაპრები ეყოლება. ისე როგორ. ხო. ლუკა ბიძა ჩემი თუ რა იყოს ეგ. რაც არის. გამოვიფარე ფეხებზე არ მინდა. სულ თხოვდი კომბლე მომიყევი თქო სხვა ზღაპარი არ ვიციო და
მომიყევი. სულ ეგეთი ვიყავი. ეხა ხომ მოყევით მამაზეც და შვილზეც. ვინ გამოგრჩავა ერთი კიდე? დედა? ხო, დედაზეც ხომ უნდა ვილაპარაკოთ, მარტო მამას და შვილზე ხო არ ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა. მივადექით დედას. დედაზე რა ვილაპარაკოთ, აბა მითხარი. დედა რავი, შენი დედა რასაკ. ჩემი დედა მოცეკვავე არის. ძალიან მიყვარს რა ცეკვავ ხოლმე რა. რო ცეკვავ ხოლმე, აი ქუსლი მტკივა მაგის გამო ძალიან. ორივე ქუსლი მაგ ჩასიებული მაგის გამო. აი მაგრამ გიყვარს ქუსლი ცეკვა. ძალიან დაარტყიო რა, მთელი ძალით. დიხარ ცეკვაზე? ხო. შაბათკვირა. ხო. მინც შაბათკვირა. ორ და შაბათია. მოგწონს? კი. მაგრამ ტკივა ქუსლები. ხო, ქუსლს ვერ ვარტყავ, სუსტი ვარ ქუსლში ზოგჯერ, მაგრამ ეხა ქუსლები რო გვეცმევა, ქუსლები რო გვეცმევა. მე დაარტყავ. ხო, მე კიდე ჩავთხალი შავ ფეხზე, ჩავტეხავ დარბაზზე. აი, დედან უნდა გვავიწყდა ეხა. ხო, აბა, მოცეკვავიაო და მაგიტო გადავხედი. ხო. ხო და დედა ჩემთან ეხლა მაგალითად აი ეს გაზიარებაზე რო ვლაპარაკობთ იცი რა. ხო, დედა რას გიზიარებს? დედასთანაც ძალიან თავისუფლად მაქვს ეგ ამბავი და ერთმანეთთან ყველაფერზე ყველანაირი პრობლემა იქნება თუ პირიქით რამე კაი ამბავი იქნება, ერთმანეთს უზიარებთ ხოლმე ყველაფერს. შენი დედა და მამა სთან მილაგებულია. ერთი და იგივეა, ხო? ერთი და იგივენი არიან. ხო. ნელ-ნელა ვისწავლეთ ეგ რა, სიმართლე რო გითხრა. ადრე ხმე რო პატარა ვიყავი, მაშინ ცოტა სხვანაირად იყო. და ეხლა ნელ-ნელა ყველამ ვისწავლეთ ეგ გაზიარებაც და ერთმანეთის გვერდში დგომა ემოციურადაც და ისედაც რა. კაი, დედას რო ამბობ, რას გრძნობ? დედას რო ამბობ ეხლა. აი სიყვარულს ან რამე ეგეც გრძნობა ან რა ემოცია მაქვს დედას როცა ვამბობ მაგ დროს? დედას როცა ეხება საქმე? სიყვარულს რა თქმა უნდა. ხო შენი მხარდამჭერი იყო დედას ჩემთან მე ძალიან ისეთი ურთიერთობა მაქვს. დედა ჩემიც ძალიან პატარა იყო მე რო დავიბადე. 18 წლის. აი მე ჩემ ხელა იყო მე 19-ის ვიყავ. მე და დედა ჩემ შორისაც 20 წელია სხვაობა რა. მე და ელენეს შორისაც 20 წელია. ელენე 16-ის ხდება. და ძალიან ისე ვიყავით რა. სულ რაღაცა მეგობრული ის გქონდა ურთიერთობა. გქონდა და ეხლაც სადღაც რო დავდიოდით ხოლმე, აი ცოტა რო წამოვიზარდე, დაძმა ვეგონეთ ხოლმე და ტალევი რო იყავით. ხო, რამეც ცოტა დიდი ვიყავი, ყველგან სადაც მიდიოდით. ხო, დაძმა ვეგონეთ ხოლმე და ურთიერთობაც ეგეთი გვაქვს რა, აი პატარაობიდან. ეხლაც ძალიან მეგობრული და ერთმანეთთან ძალიან ისე ვართ გახსნილად და თავისუფლად, ხო. აი პატარა რო იყავი დედების დღე არის. მაქვს იცი რამდენი რაღაცა მაქვს გაკეთებული, რაღაცა ყვავილები და დახატული დედა მიყვარხარ. მეც რაღაცა ეგეთი. ოღონდ დედების დღეზე არა რაღაცა. შენახული აქ ეგენი. ეს რა ქვია? თაიგულს ვაკეთებდი მარტო ფურცლებით. ხო, აი ეგ მაქვს ზუსტად გაკეთებული. შეც ეხა მაგას აკეთებ. მარტო ფურცლებით, ყვავილებით ფურცლებით. ხო, მე ეს ყვავილი მაქვს რაღაც ფურცელით ესე ამოჭრილი, გაკეთებული, მე გაფერადებული და დედა ძალიან მიყვარხარ. ხო. მე ფერადი ფურცლებით იმაშობოდი. და ეგ შენახული აქ ეხლა როდინდელი იცი 20 წელზე მეტია, ვაუ, რამდენი წელია გასული? 20 წელზე მეტია გასული. ალბათ 1.25 წელია გასული და შენახული აქ ეგ ყვავილები დედა მიყვარხარ რო ულოცავ დედის დღეს. 1-2 წალია აქ რა. ხო, მე 4 წალი გავაკეთე. 4 წალი ხო და შეინახეთ ეგ. შენთვის? ჩემთვის რავი, ძალიან კარგ რაღაცებს
მახსენებს ხოლმე რომ გრძნობ მაგას. ხო. ანუ გულში ხო, ემოციები გიჩნდება, ხო, მაგ ფიქრებს. ზოგჯერ ცრემლებიც კი გადმომდის ხოლმე, როცა მაგარია. რაღაცა ძალიან კარგი ამბავი რომ მოხდება და ვისთან ვამბობ? ხო, პირველი ვისთან ამბობ. ოჯახის წევრებთან რა. პირველი, სულ პირველი, დედა, მამა. ცოლი, დედა, შვილი. ბებოსთან. ბებოც, აი მაგ ოთხეულთან რა. ვინც პირველი შემხვდები, მაგ დროს პირველი ვინც არის ჩემთან, მაგ ოთხეულიდან იმას ვამბობ, ვეუბნები, მაგრამ ისე იმ დღეს ვეუბნები ოთხივეს. ანუ ვისურეკავ, თუ გზაში ხარ, ვისურეკავ. ან ცოლს, ან დედას. ეგ უკვე. ან მამას, ან ბებას, აი ეგრე ვარ რა, აი უცებ რომლის ხასიათზეც ვარ, იმას გააჩნია ამბავს რა თან. აი რა შეიძლება ამბავი იყოს ისეთი რომ დედა ჩემს ურეკო, შეიძლება ისეთი იყოს რომ ჩემცოლ, შეიძლება ისეთი რომ მამა ჩემს ან ბებია ჩემს ან ჩემშვილს. აი მაგასაც გააჩნია, მაგრამ ეგენი არიან ვისთანაც პირველი რაღაცას ვიძახი რა. პირველად რო გაიგე რაღაცა ძალიან კარგი ამბავი, აი სუპირველად რო გაიგე ყველაზე კარგი ამბავი, ვის უთხრა? პირველად. ეგ მგონი არ გემახსოვრება შენ. ხო, პატარა რო ვიყავი ალბათ. ხო, პატარა. არ მახსოვს. პირველი კარგი ამბავი ისე მაგარი ისა. პირველი კარგი ამბავი ნეტა რა გავიგე, როგორ მაინტერესებს. მაგაზე გავიხსენე. მეც მაინტერესებს პირველი რომელი. პირველი კაი ამბავი ჩემთვის რა იყო? ალბათ ბაღში იყო რაღაცა რა. რომ ვიღაცა ერთ-ერთ გოგო მომწონდა და იმასთან ერთად მაცეკვეს და თან რა შვებოდ იცი? მეორე ბიჭსაც მოწონდა. და მე და ეგ ბიჭი ვფარიკაობდით. ვითომ? და ეს გოგო მანდილს აგდებდა, ხო, ქართულ ცეკვებში. არა, ქართულ ცეკვებში არის ფარიკაობა რა, ესე ხმალი და ფარი და ხო და ხმალი და ფარი და ხო და მოგვიწია ეგრე მე და იმ ბიჭს და ეს ამ გოგოსთვის ფარიკაობა. შეიძლება ეგ იყო პირველი ეგეთი ამბავი, რომ აუ იცი იმასთან ერთად ვცეკვავ. მოუყევის აღარ ვიცი არ მახსოვს, გავიხსენებ. ეს ემოციურად პირველი კარგი ამბავი რაც გამახსენდება, მე გეტყვი. კაი თუ გაგახსენდა. ხო. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემი სტუმარი იყავი. პირიქით მადლობა. რას ფიქრობ, როგორ გამოგვივიდა? ძალიან კარგად გამოგდის და ყველაფერი ისე წავა როგორც შენ წარმოგიდგენია. წარმატებას გისურვებ. მაშინ თუ ფიქრობ რომ კარგი გამოგვივიდა, ჩემ YouTube არხზე აუცილებლად დამასუბსქრაიბე. აუცილებლად ვიზავ ყველაფერს რაც შემიძლია რომ ვქნა იმისთვის რომ დაგეხმარო. კარგი. მადლობა შენ რომ შენი პირველი სტუმარი რო ვიყავი, ეგ ძალიან გამიხარდა ხო. და იმედია კარგად წავა ჩვენ სტუმრებთანაც საქმე. თქვენს გეხებათ დამალაიქეთ, დამაფოლოვეთ, დამასუბსქრაიბეთ. ჩემი პოდკასტი იწერება Lemon Podcast Studio-ში. გემშვიდობებით მომავალ ხუთშაბათამდე.